აბა კახელები ერთი ის გამახსენდა ეხლა ბევრი რაღაცები მახსოვს კახელებზე ოქრო ხალხი და ერთ-ერთ მონასტერში დავდიოდი მამაო მთხოვა და ვამეცადინებდი მამაოებს, ბერებს, ხმის დამუშავებაში ანსამბლი გავაკეთე და ერთი ძალიან მაგარი წინამძღვარი იყო ეს მამაო ცოტა წვრილი ხმა ქონდა, მაგრამ მასწავლებელო აი კახელებს უხსნით, აბა აი ვეუბნებით ესე უნდა გააკეთო და არა, მაინც ახთო, დაკალი, იქეიფე, დრო გაატარე და ეს ამ ლაპარაკში ვარ და ამ მონასტრის ქვემოთ პატარა ტაძარია და იმ ტაძარში ეზოში მაგიდა და სკამები არის გაკეთებული, რომ დაჯდნენ, პური ჭამონ, ხო და ამ ლაპარაკში ვართ, რომ აი სულ გვინდა რომ ლოცვაზე მოვიყვანოთო და წირვაზე მოვიყვანოთო ესეო და დარიკა ტელეფონმა უპასუხა მამაო და ღმერთმა დაგლოცო და გაგახაროთ, გისმენთ რამ შეგაწუხათო და მელაპარაკება იქიდან და აი ხო, აი ვანო მასწავლებელო, აი ხო გეუბნებოდიო, საფრთხოზე მელაპარაკებიან ისეო. გისმენთ, ღმერთმა შეგიწიოთ, არ არის ქრისტიანული კაცობა და შეგიწიოთ ღმერთმა, რა ვქნა, რა გავაკეთოთ და უცებ გაცეცხლდა ეს მამაო, ეს წვრილი ხმა უფრო და ხო შეგშალა თქვენ ღმერთმა და ხო არ გაგიჟდითო და რა იყო მამაო, რა მოხდა მეთქი და ეზოში ხო ქეიფებენო იქ სვავენო და მამაო ძალიან გაწვიმდაო და შიგით რო გავაგზავნოთ ხო შეიძლება არა გულით ეთყოდნენ. გულით ეთყოდნენ, აბა ეხლა თან ყველაზე კარგი ეგ არის რომ დაურეკეს და ნებართო. ო ამას იცახე. ეთყობა იქ თქვენშო ეხა უკითხოთ, ჯო ეგრე არ გამოვა.